გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, როდესაც ცხოვრების ამაღლება მღლის, გარეთ კი ამინდი თოვლიანი, ქარიანი და წვიმიანია, სერიალებისა და ფილმის უყურებასაც დროებით ვწყვეთ, რათა ემოციები დავასვენო და ცოტა შევმსუბუქდე. აი სწორედ მაშინ შევდივარ Facebook-ში მიხეილ სააკაშვილის შტაბის გვერდზე და ძალიან ხალისობ. და ეს მე ახალ ენერგიასა და ძალას მაძლევს, რათა განვაგრძო ჩემი სატელევიზიო უკვდავი შემოქმედება და თქვენთან ურთიერთობა. ფანტასტიკური პერსონაჟებია იქ შეკრებილი, რომლებიც სააკაშვილს ქება, დიდებას უმღერიან და ყოველი მეორე, ალბათ ყოველი პირველი მის უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. ვისგან ითხოვენ გასაგებია, აი იმას ვერ ხვდები, რატომ გონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის შტაბის გვერდზე დაჯღაპნილი მოწოდებები ქვეყნის ადმინისტრაციისთვის იქნება დირექტივა და ის ამ დირექტივას შეასრულებს. მოკლედ, ძალიან ხალისობ. ერთმა ქარდი გააშანშალა. ლოყებ დაბერილი სააკაშვილი საქართველოს დროშის ფონზე დგას და წარწერაა. საკუთარი სახლი წაართვეს. მოქალაქეობა წაართვეს, საკუთარი ქვეყნიდან გააგდეს, გაასამართლეს, დიდად არავინ იყო მისი დამცველი და მაინც ჩვენს გადარჩენას ცდილობდა. გამახსენდა ბოლო დროის უკვე კლასიკური მემი და ღმერთმა მათ Facebook-ი მისცა, რათა ყოველი სიბრიყვე მათი ცხადი გამხდარიყო. სრული სიმართლეა ეს, მეგობრებო. სოციალური ქსელი რომ არ ყოფილიყო, რას გავიგებდით ამდენი უცნაურად მოაზროვნე ადამიანის არსებობას. ერთი მხრივ ეს კარგია, მეორე მხრივ კი ცუდია. კარგია რომ სოციალურმა ქსელმა გამოაშკარავა თუ ვინ ვინაა და ცუდიც ესაა, დიახ. როდესაც მთელი ცხოვრება ცხოვრობ რომელიმე მეზობლის გვერდით, თბილად ესალმები, ზოგჯერ პიანინოს ატანაში მიეხმარები ან ის მოგეხმარება სანტექნიკურ ამბებში. ორივე ფეხბურთის ერთ ფრანგულ გუნდს გულშემატკივრობ და აანალიზებთ კვარას ფინტია უფრო ძლიერი თუ დემბელეს თაური. და უცებ მერე სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შტაბის გამომწერებში გადააწყდები მის გამონათქვამს, რომ თავისუფლება ჩვენს რეფორმატორ პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა და მიშა დაგვიბრუნდი მალე. აი იმ მეზობელს მე ცოტა სხვანაირად შეხედავ და მასთან ზედმეტ ურთიერთობას მოერიდები, რადგან არ გაქვს გარანტია, რომ ერთჩვენიერ დღეს უცებ არ გეცემა და ფეხზე არ გიკბენს. რა ვარია მე ყოველდღე პოლიკლინიკაში სირბილი და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება. ჩვენ ჯერ AstraZeneca და Pfizer-ი ვერ მოგვინელებია, დიახ. მოკლედ ის, რომ 2013 წელს მიშა შიშარა ბოცვერივი თავქუდ მოგლეჯილი გაიქცა ქვეყნიდან, ეს თურმე იმას ნიშნავდა, რომ ის საკუთარი ქვეყნიდან გააგდეს და მოქალაქეობას მას თურმე წაართვეს და არა მან თვითონ მოისროლა საქართველოს მოქალაქეობა და ამაყი უკრაინელი გახდა, რათა გაეთავისუფლებინა უკრაინა რუსებისგან. სრული პასუხისმგებლობით ვკითხულობ, რა ეშველება ამ ხალხს, ამ მიშაფილებს და ასეთივე პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც არაფერი. სამწუხაროდ ბევრი არიან, დიახ, და მათი იძულებითი მკურნალობის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა და რომს დამდგარიყო, ამდენი ნევროპათოლოგი ქვეყანას არ ყავს და როგორც ვიცი, ჯერჯერობით მიშაფილია ვაქცინაციით არ იკურნება. თუმცა შეიძლება მომავალში განიკურნოს კიდეც. მთავარია ვინმე გულკეთილმა მდიდარმა ადამიანმა ასეთი ვაქცინის გამოგონებაში ფული ჩადოს, დიახ. ერთი ვინმე ლიანა უწერს, მართალია, საქართველო წუმპე იყო და მიშამ ხალხს თვალები აუხილა. რატომ იყო საქართველო წუმპე, არ ვიცი. რატომ კადრობს ეს ვინმე ლიანა და თავის ქვეყანას წუმპედ მოიხსენებს, არც ეს ვიცი. ისე იგი იმ კომენტატორების 90% არის ქალი, დიახ. ქალები უფრო აქტიურობენ და ნაკლებად ერიდებიან თავიანთი ემოციების გამოხატვას. ესეც საინტერესო ამბავია, რატომა ამდენი ქალი
რა, ქალები უფრო გამჭრია ხე ადამიანები არიან და უფრო სიღრმისეულად ხედავენ სააკაშვილის სიდიადესა და განმათავისუფლებლობას. თუ უფრო გაბედულები არიან, არ ეშინიათ საჯაროდ ლაპარაკისა, ჩვენ ხომ მათი გაგებით ტოტალიტარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანებს განსხვავებული აზრისთვის თურმე იჭერენ, აწამებენ და მერე ისევ იჭერენ. მივხვდი, რატომაც არის ასე. ქალები გამოქვაბულებში სხედან, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და კაცები კი საშოვარზე დადიან და წერისთვის არ სცალიათ. მაგრამ ეტყობა ზოგი კაციც არ დადის საშოვარზე, შინზის და საერთო მარაქაში ერევა. ვინმე პაატა წერს, ისევ მიიღებ მიშა აღმშენებლობაში მონაწილეობას. დამაინტერესა ის პაატა ვინ არის მეთქი, არ დავიზარდა და რის ვაივაგლახით შევედი მის პირად გვერდზე. ტიპია სამხედრო კამუფლაჟში, ხან თევზი უჭერს, ხან თოფი, ხან ძაღლს ეფერება, ხან ბავშვს, ხან ორივეს ერთად. რამდენიმე ფოტო ტაძრის ფონზე აქვს გადაღებული. ბევრი სამონადირო სურათია გამოფენილი დახოცილი კაკბების, ხოხბების და კვატების ფონზე. ანუ ვაშკაცამ. ხონდა იმდენი ის პაატა დაწვეს და იქნესოს, რომ მიშა ვეღარასოდეს მიიღებს აღმშენებლობაში მონაწილეობას. ხონდა მეგობრებო, ვინმეს თუ გონია, რომ საერთო სახალხო შერიგება უახლოეს პერიოდში შეიძლება მოხდეს, ის ვინმე ძალიან ცდება. გამორიცხულია და ეს თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩემზე კარგად იცით. ეს იყო განსემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.